მოგესალმებთ Action Pro-s მაღაზიიდან. საინტერესო სიახლე გვაქვს. მივიღეთ Sena Outlander-ი, უახლესი სამოგზაურო ეგრეთ წოდებული Adventure ჩაფხუტი, რომელშიც ჩაშენებულია Sena-ს ფლაგმანი მოდელის აპარატურა. კონკრეტულად კი ამ მოდელში არის Harman Kardon-ის მეორე თაობის დინამიკები და მიკროფონი, ასევე აკუმულატორიც უფრო ძლიერი აქვს, 20 საათამდე აქვს მუშაობის დრო. Adventure ჩაფხუტის გამოცვლა მინდო და ბელის ჩაფხუტი მაქვს, ფიქრობდი სხვადასხვა ბრენდებს განვიხილავდი და რომ შევიტყვე რომ Sena უშვებ და დავაპაუზე ყველა გეგმა და დაველოდე. მე მგონი ღირდა ლოდინათ. როგორც მივხვდით, მე შეუკვეთე ჩემთვის ეს ჩაფხუტი, ჩავმივიდა. თეთრ ფერზე გავაკეთე არჩევანი, რა თქმა უნდა, ორივე მოტოციკლი თეთრი მყავს, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფერია. თეთრი უსაფრთხო ფერია, ანუ უფრო შემჩნევოდი ხარ თეთრი ჩაფხუტი და თეთრი ეკიპით. და მზეშიც ბევრად ნაკლებად ცხელდება და კომფორტულია მაგ კუთხითაც. მოკლედ პირველი შთაბეჭდილება, რაც მომეწონა ამ ჩაფხუტში არის, რომ იდეალურად მაზის, აი ოქროშუალედია, რასაც ქვია ქართულ თავს როგორც ჩანს, კარგად ერგება ეს ბრენდი. წონა არ იგრძნობა 1.15-20 წუთია მახურავს. ზომას ვირგებ. არ იგრძნობა წონა. კილო და 700-ია, ჩვეულებრივი Adventure-ის ჩაფხუტებიც. თანამედროვე უკვე აღნიშნულზეა ისედაც, მაგრამ ამას ის პლუსი აქვს, რომ უკვე ჩაშენებული აქვს Bluetooth სისტემა და დამატებით რომ მიაშენო ეს გარნიტურა, ისედაც გიმძიმდება ასედაც რა და აქ უკვე კილო და 700-ია, XL ზომა კილო და 700 იწონის. ვიზორი ძალიან მარტივად ეცვლება. ამ ბოლტებით მოხსნა არაფერი არ უნდა, პირდაპირ ამოდის ეს. და მარტივად ეცვლება. ამ ჩაფხუტს თეთრი ვინჩილდი მოყვება, ვინჩილდია თუ ვიზორი და ეს არის ოპციონალური. ეს ვიზორებიც გვაქვს, რაღაც 90 ლარი ღირს, ცალკე, თეთრი მოყვება, პინლოკებიც გვაქვს, ამ ჩაფხუტის ისიც სადღაც ეგრე ღირს. ერთი სული მაქვს ბაიკზე როდის დავტესტავ და მაგის ვიდეოსაც შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ მოგბრძანდეთ ჩვენთან მოკლედ. ჩაფხუტები უკვე გვაქვს ადგილზე, გაყიდვაშია 1850 ლარი ღირს და ფერებში, ზომებში გვაქვს ჯერჯერობით. აი ესენიც ბიჭებმა შეუკვეთეს უკვე. ველოდები როდის მოვლენ. ეს 3 ჩვენი მეგობრების არის. 2-მა უკვე წაიღო. 3-ს ველოდები. აბა ბიჭებო, სადაც ხართ? ჩვენ მოტოციკლზე არ დამიტესტავთ, ერთი სული მაქვს როდის დავტესტავ და კიდე მაგის ვიდეოსაც შემოგთავაზებთ. მოტოციკლზე რა შეგრძნებები აქვს და აუდიო სისტემა როგორ მუშაობს, რა სიჩქარემდე ისმის კარგად, ენდუროები მყავს ორივე, ქარისგან დაცვა არცეც არ აქვს და კარგი ესეთი ტესტი იქნება Sena-სთვის, ანუ რა სიჩქარემდეა მოსმენადი მუსიკა. შეგახსენებთ, რომ Harman Kardon-ის მეორე თაობის მიკროფონი და დინამიკები აქვს და ძალიან კარგი სხვაობა არის წინა თაობებთან შედარებით. ანუ რეალურად, ავი თქვენ შეაფასეთ, ახლა მე არაფერს არ ვიტყვი, ჩემი აზრით ძალიან კარგი ხმა, ანუ აღარ გჭირდება დამატებით Action კამერას თუ აკავშირებ ჩაფხუტს, აღარ გჭირდება დამატებით მიკროფონების დაკავშირება, თუმცა თუ დაგჭირდეს გვაქვს, DJI გვაქვს, GoPro-s მიკროფონი და Insta-s მიკროფონი გვაქვს. მაგრამ ჩემი აზრით არ გჭირდებათ Harman Kardon-ის ვერსია თუ გაქვთ რამე, თუნდაც ცალკე device-ი Harman Kardon-იანი, იმდენად კარგი ხმა მოაქვს, რომ სამოყვარულო თემაში საკმარისია რა, თუ რაღაცა დიდ აუდიტორიაზე გათვლილი ვლოგი არ გაქვს და ზემაღალ ხარისხს არ მიდევ, იდეალურია ესეც. აბა მადლობა ყურადღებისთვის. ეს ბალაკლავა გავისწორო. და შემოგთავაზებთ მოტოციკლზე დავტესტავ ამ ჩაფხუტს და ვიდეოს მოტოციკლიდანაც შემოგთავაზებთ. და ხმაც შეაფასეთ მე მოტოციკლიდან როგორი ხმა იქნება მიკროფონიდან. მადლობა და goodbye.